უკვე ორი თვეა საქართველოში ისრაელს ახალი ელჩი ჰყავს. ვალიდ აბუ-ჰაია დიპლომატიურ საქმიანობას აგვისტოს თვიდან შეუდგადგეს კი საქართველოს პირველ არხს ეწვია და პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. მან ისაუბრა საქართველოში გრძელვადიან გეგმებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, სამომავლო პროექტებსა და ოფიციალურ გეგმებზე. ვალიდ აბუ-ჰაია ინტერვიუში ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ტყვეების და ცხედრების გადაცემის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ისრაელის ელჩის ინტერვიუს კიდევ უფრო ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში იხილავთ. 2 years ago, Israel was surprised in a terror. ორი წლის წინ ისრაელი გაოცებული იყო ტერორისტული თავდასხმით ჰამასის მიერ. ყველა ადევნებდა თვალს ინფორმაციებს. ეს იყო ის, რაც ისრაელს არ უნდოდა. ეს ომი ტერორისტულმა ორგანიზაციამ დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ისრაელელი და ებრაელი შეწირვოდა. ისრაელს არ აქვს არჩევანი, არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები. მოხარული ვარ, რომ ახლა არსებობს შეთანხმება ომის დასრულების შესახებ, ცეცხლის შეწყვეტა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შეთანხმებაში ისრაელისთვის არის მძევლების დაბრუნება. ძალიან ემოციური იყო 20 ცოცხალი ისრაელელის ტყვეობიდან დაბრუნება რამდენიმე დღის წინ. ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, რომლებიც 2 წელი იტანჯებოდნენ და მათ ელოდებოდნენ. მთელი ქვეყანა ბედნიერია ამ შედეგით და ამისთვის ნამდვილად მადლობა უნდა გადაუხადოთ პრეზიდენტ ტრამპს, ისრაელის პრემიერს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ შეთანხმების მომზადებაში. ჩვენ სამწუხაროდ კვლავ ველოდებით რამდენიმე გარდაცვლილი მძევლის ცხედრის დაბრუნებას. იმედია, რომ შესაძლებელი იქნება მათი ოჯახებისთვის გადაცემა და ისრაელის მიწაზე ღირსებით დაკრძალვა. ისრაელი, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვებთან რეგიონში. ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი მოქალაქეებისთვის სტაბილური და უსაფრთხო დღეების დაბრუნება.